გაუმარჯოთ საღამო მშვიდობის. ნუ ვიდეო რო დაიდება საღამო იქნება, თამამად შემიძლია საღამო მოგილოცოთ რაღა და მოგესალმოთ. ხატავ. ისე მინდა რომ ნინო, აი მის კლავი მომეცი რა. აი კლავი მომეცი. თხილად. დაბლა რო ეთრება, არ მინდა მივხედავთ იმისა რომ დავალაგე. მაინც. აჰა, ხო კარგად არის. მაგრამ ახლა იქით ათრევს. ნუ კაი, ჩადაბას რაც არის ეგ არის. ესე იგი. ხატავ აი ამას. აი წასაღები. ერთი პირველ დაბლთა ის გუშინ გავატანე და კალთაზე დამავიწყდა და პატარა ნახატის დახატვა და აი მე მეთქი მომიტანეთ. აი მე ბანანა დეიდა. ძალიან საყვარელი იყო და აი ეს ბურთებიანი დავხატე. ეხლა უბრალოდ წუხელ დავამთავრე. ძირითად ნახატს რასაც მახატინებენ ხოლმე მაგას ვდებ მე Facebook-ზე თორე არის არუჭკა, რაზეც სამი ნახატით შეიძლება რომ იყოს ხოლმე. ეხლა ეს გავაშრე, აქ ატრიბუტები მიდევს, მოკლედ ეს საღებავები და ეს თვითონ საროჭკის პარკია, ფენი რითიც ნახატს ვაშრობ და ფუნჯები რომელიც წესით ესე არ მიყრია ხოლმე, მაგრამ ეხლა მიყრია. აი ესე თავის საკითხში მაქვს რომ იდეალურად დალაგებული იყოს ცოტათი მაინც. როცა ხატავ ძნელია რაღაცა იდეალურად იყოს დალაგებული, მაგრამ არა უშავ. აქაც მაქვს. აქ ვაშლი იყო და აღარ არის. ეხლა ბარბარე გავუშვიყავაზე. თუ არ დაგეზარება მეთქი გააკეთე. ნუ მოკლედ, ხატავ ამ ნახატს. აი მემერიდებ რატ, პირობითი მაქვს და ბოლო ზარს პირველად გიფიქსირებთ. აი ამ ნახატს ხატავ. ნახატი ძირთად მორჩი ახლა გავაშრე, რომ შავზე უნდა ვიმუშაო, რა ძირთად შავი ფერი კონტურები და ეგეთი რაღაცები გადარჩა. აი, აქედან აი ეს ბრძანდება. ეს მონახაზები მაქვს და ეხა კონტურებს გავუკეთებ და ვნახოთ რა ამასობაში თქვენ აქ მიგაყუდებთ. ხო და თან ვიჭორავთ, ხო? ეხა ეს რო გადავკვანძე მიათრევს დაბლა. აი ესე. შავი მაქვს, აი ესეღა ძირითადი ფერი რა ებსაც ხმარობ არის ესენი. მაგრამ სამწუხაროდ ეს ამ ფირმისაა ისიც. მაგრამ სამწუხაროდ შავი ესეთ ზომაში არ იყიდება, მარტო ეს არის. ეს არის მარტო. ხო და არა გვაქვს. და ვყიდულობ ხოლმე ამის გამო სხვა შეკვრას. აი ესეც. ხო და ეხლა კი მომიწევს 24 ფერიანის ყიდვა. თან ისე როგორ ისაკრათ, მაგრამ ვერ დაინახავთ თქვენ მაინც. გარეცხე თუ გაწმინდი? მოკლედ დილას ვიდეო რო დავდე და რაღაცა და მოვისაქმე და დავამთავრე სახლის რაღაც საქმეები და დავჯექი და სახატად. აქ ხელი დავდო და იმედია შრალია კარგად. თან იმას მივხედავ ხოლმე. ნახატის დაბლა ხართ მიყუდებულები. რაღაცას ვუყურებ ხოლმე, ხო იცით რა და ჩადავიწყე ტრადიციულად სამეფო კარის თამაშების ყურება. ხო და არ ვიცი, უცბად გამახსენდა, რომ შარშან ამ დროს აი ეს წაიყოლე რა ბარბარე. ხო ეს პროცესი იყო. ბოლო ზარის ნახატების ხატვის. და პლუს კიდე ვიცოდი, რომ აი მე საღებავ ვიწოვი. ვიცოდი, რომ ეს ბოლო ზარის რაღაცები ჩათავდებოდა და რაღაცა მივდიოდით თურქეთში. რა რიცხვში წავალთ კი არ მახსოვს. რა რიცხვში წავალთ ბარბარე? ბარბარე ხარ თუ ნინო? 16-ში მე მოდი 13-ში. ნუ მოკლედ, მაისში წავალთ თურქეთში ცეკვიდან და
გამახსენდა შარშანდელი ციებ ცხელება და იმის მერე ძალიან ბევრი ახლები ხარ და ხან მეკითხებით ხოლმე იმას ხან ამას ხან იმას ხან იმას და ეს ინფორმაცია თქვენთვის იქნება ახალი და ჩემთვის კიდე მოგონებად ხო და რადგან მე მოგონებებით ვცხოვრობ ასე რომ ვიჯექი ამდექი და ჩავჭერ შარშანდელი ჩემი დათუნიას ოინები თურქეთში და აი 30 წუთი ესეთი ვიჯექი ისე მომინდა იმ პერიოდში დაბრუნება უწევდა 1 წლის უკან ისე მომინდა დიდი სიამოვნებით იგივეს გავაკეთებდი და გამახსენდა რომ რა მდგომარეობაში მუშაობდი მაშინ ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ გამეკონოდა მეც არ ვიცოდი თურმე ქვია მაგას მასკოტი ანუ ანიმაციური გმირის რო ჩაიცვარის რაღაცა რა ფორმები იმას ქვია მასკოტი ხო და შარშან რა ვიცი რაღაცა იდეაში მქონდა თუ რაღაცა სურვილი მქონდა ერთ სიტყვით რომ მქონოდა ერთ-ერთი მასკოტი უпроსტურად ერთ-ერთი არა დათუნიასი გავიკითხე გამოვიკითხე ჩემმა გამომწერებმაც ბევრმა მომეცით ნომერი გვერდი Facebook გვერდი თუ ესა და ეს კერავს და რაღაცა მინდოდა რომ თურქეთში წამეღო არ ვიცი რა მინდოდა მაგრამ მინდოდა ჩუმად ხო და იყო 900 ლა აუნინო ჩქარაში ერთეს ჩქარა მიჯდება და 900 ლარი აი ესე რა მეყეობდა 900 ლარად და თან გეუბნებია რომ ზუსტად ისეთი არ იქნება, მაგრამ მიმსგავსებული იქნება, ანუ მე მქონდა კონკრეტული სურათი, რომელიც მინდოდა. ხო და ხა 900 ლარი იმ პერიოდისთვის, როდესაც წინ თურქეთის გასტროლი გელოდება 3 კაცით. მე ბარბარე და ნინო. კი არა და მე ბარბარე და იოანე. ხილად შეერთე. ხო და ვიხდი რომ ძვირი სიამოვნება იყო. ხო და ვიფიქრე რა რომ განა რა უნდა როგორ უნდა კეთდებოდეს ისე რომ ვერ შევძლო თქო რა ჯერ მოვიძე YouTube-ზე მოკლედ ეს ვიდეო არის ძირითადად ახალი გამომწერებისთვის რომელიც ამ პერიოდში ძალიან მომემატენით და მადლობა ამისთვის და მოკლედ შარშანდელ ამბავს ვიხსენებ თქვენთან ერთად და ვისაც უნდა ძველებს მომისხედეთ და გავიხსენოთ ახლიდან ან დილას ეგ მომენტი მქონდა რა რომ ეს ვიდეო მინდოდა ჩამეწერა მოგონებების ხო და ერთი სიტყვით თან იმ პერიოდში მუშაობდი თევზებში ხო გახსოვთ იქიდან რომ მოვიდოდი სადღაც 11 საათზე ვიწყებდი საროჭკების ხატვას ცოტა დავისვენებდი მე სახლის საქმე რაღაცა საროჭკების ხატვას ვიწყებდი სადღაც 3-მდე ვხატავდი საროჭკებს და ერთხელ მოვიფიქრე რომ წავსულიყავი და მეყიდა ეს მასალა და სანამ მასალას ვიყიდი YouTube-ზე მოვიძიე თუ რა მასალით კეთდებოდა და ეს იყო ჩვეულებრივი ნაჭერი და ბუბკა ნუ სხვადასხვა ზომის ვიყიდე წაველი ჩუმად სკოლაში რომ წავიდნენ გავიქეცი ვიყიდე და მოვიტანე და დავმალე რომ არავის არ უნდა ენახას საერთოდ კაცშვილს ისე უნდა შემეკერა მასკოტიდან რო არ ვიცოდი როგორ უნდა შემეკერა და 2 საათამდე რომ ხატავდი მე ვიწყებდი კერვას არა ჯერ ძირითადად იყო იმაზე მუშაობა ბუბკაზე რომ ის თავის ის დიდი ფორმა ის რაღაცა უნდა გამეკეთებინა კარგად რომ რგვალი ყოფილიყო და თუნია ყოფილიყო რაღაცა ნუ ერთი გავაკეთე რაღაცა თან წარმოვიდი ბუბკას რო ჭრია ექს გახშლილი მაგ და ეგ უნდა დილამდე მორჩი ავალაგო დილ სამსახურში მიდივარ ისე ხო და ერთი გავაკეთე რა თავის ის და ნუ მივხვდი როგორ კეთდებოდა არ გამომივიდა ის ერთი ცდელობა და ანუ სხვა გზა აღარ მქონდა მეორე უნდა გამომსვლო და იმიტომ რომ მეტი ბუბკა აღარ მქონდა ნაყიდი და აი ნაჭერზე კიდე რომ შემეშლებოდა მოჭრა და შეჭრა და რაღაცა მე რა ვიცი როგორ იჭრებოდა ხო ის მასკოტის ის თავი როგორ უნდა გადამეკრა რაღაცა ანუ თუ გავაფუჭებდი დამთავრდა ანუ აღარ წავიდოდი და არ ვიყიდი ერთისთვის ვიყიდე ერთისთვის და ამას ვაკეთებდი 3 საათიდან სადღაც 5 საათამდე და მე
აი 7:30-მდე მეძინა რა და კიდე კაი თევზებში ცივი ადგილი იყო და ანუ ცივი ოთახები იყო. გაყინულ თევზებთან გქონდა ურთიერთობა და ანუ არ მეძინებოდა რა, თორე სადღაც სამომქრებოდა უეჭველი. ეს რეჟიმი იყო 2 კვირა ზუსტად. აი 2 კვირა მქონდა ისეთი. ოღონდ აი იმდენად სიამოვნებას ვიღებდი ამ ჩუმი კერვით. იმდენად დიდ სიამოვნებას, რომ რა იყოს და ну მოკლედ შევკერე. და იმდენად კარგი გამოვიდა, რომ მე ხო ძალიან მომწონდა. მერე მადონას დაურეკე იმას ვანახე, ვაიმე ის იქიდან აკდებოდა სიცილი. ბავშვებმა არ იცოდნენ, მერე ვუთხარი. სამივეს ვთხარი, ლაშამ არ იცოდა. რომ მეთქი ეს მინდა თურქეთში წამოსაღებად, არ ვიცი რისთვის წავიღებდი, მაგასაც ხო გეტყვით. ახლები ვინცხად. უბრალოდ მინდოდა რომ წამეღო, იმიტომ რომ ჩვენ გასტროლები რო გვაქვს ხოლმე თუ პაესკები, ძალიან მაგარ დროს ვატარებთ ხოლმე და მინდოდა რომ წამეღო. არ ვიცოდი რა შემჭირდებოდა, მაგრამ უნდა ყოფილიყო იქ. ხო და მოკლედ შევკერე. ისე შევკერე. ვანახე ბავშვებს, ლაშამაც ნახარ და რა ლაშამ ეკითხება, რა თქინდაო და რა მაინტერესებდა მეთქიება, რამდენად გამომივიდოდა. ხო, ანუ კირა არფს, ანუ რომე თქვა რომ თურქეთისთვის ვეტყო და ვერ ახარშინდაო და ანუ არ ვუთხარი რა. ანუ რო ვარ ხო, მაგრამ არ ვუთხარი. ხო და ესე იგი ამდენ ხანია ქოჩორს ვუკეთებ. და იმედია ამ ლაპარაკში და ჭორაობაში დავამთავრებ რომ განახოთ კიდეც. ჩავალაგეთ ეს საროჭკებიც ხო მორჩა, ჩავაბინავე, ჩავალაგე და ერთი ჩანთა მაქვს. სადაც ეს ხო ნაჭერია და ბუბკა კიდე. და ჩაეტია რა, ჩავდიე. წავიღე ესე ჩუმად, ისე რომ კაცშვილმა არ იცოდა იმ ჩანთაში რა იდო, არც ისე დიდად არ გამოიყურებოდა, რომ ვინმე ეჭვი შეეპაროდა, რომ ვაიმე მანან არა მოგაქან ეგეთი რამე და დათუნია მიმგზავრა თურქეთამდე. გავიდა 1 დღე, გავიდა 2 დღე და ანუ არ არის ეს სიტუაცია, რომ ეს დათუნია მაშინ წავიდეს, რა ქვია, მოღვაწეობაში. ერთ დღისითაც თელი სასტუმრო ის სენზა არის რქვა. სასტუმრო სენზა ხო? თურქეთის. თელი სასტუმრო დაბლა, მაგიდები, ლუდები, სმა, ჭამა, მომღერალი დინამიკები და ანუ დისკოტეკა სასტუმროს თლიან ეზოში და ანუ ხო ბავშვებმა იცოდნენ მარტო. ჩემმა რძლებმა იცოდნენ, მეგის აქ იყო და სოფო იქ იყო ჩემთან ერთად და სოფოს თხარ, სოფო მე მგონი დრო არის, ახლა რომ ის ჩავიცვათ. ჩავიცვა მეთქი და აი ესე წავიყვანე ბარბარე ოთახში მახსოვს ის ემოციაც მახსოვს ის ჩაცმისის ბარბარე მომეხმარა და ბარბარეს უნდა გადაიღო ეს ყველაფერი და მეცვა კიდე ჯვარულის მაიკა ფორმის ანსამბლისა რომ ეხლა მაინც მეთქი მივხვდარიყვნენ რომ ვისაიდან ავარ და რაღაც თუმცა მე ვიფიქრე რომ ეგ მაიკა არ უნდა ჩამეცვა თავიდან იმიტომ რომ როგორც კი გაველი მიცნეს რომ ეს უეჭველი მანანა იქნება ეგეც მაგრად მახსოვს ნუცა მიცნო იმ დაამპალმა იმად ხო და ჩავედი და ეს ყველაფერი არის გადაღებული ფირზე ამ ყველაფერს იღებდა ბარბარე მე ეს ყველაფერი ერთად მოვაგროვე გადაღებები და ავკინძე ერთ ვიდეოთ რომელიც ჩემთვის და ჩვენი ის თურქული გასტროლის ძალიან ლამაზი დასასრული იყო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაგის მეორე დღეს იყო ფესტივალი და მე წამოვედით. ფესტივალზეც კი დათუნიათი ვიყავი. ეგ კადრებიც არის. ხო და მინდა რომ ეგ ახლიდან გაგიზიაროთ, ძველები თუ გინდათ ნახავთ და ახლები ნახავთ იმ ყველაფერს, რაც 2 კვირის მანძილზე გავაკეთე. მთელი გულით და სულით დავიღალე კი არა და გადავიქანცე და მოვკვდი, მაგრამ იმდენად მინდოდა რომ გამოსულიყო, რომ გამოვიდა. ძალიან საყვარელი დათუნია, რომელიც ახლა
ისევ იმ ჩანთაში ზის და პერიოდულად ვანიავებ ხოლმე. ოდესმე ალბათ ისე ვიხილავს დღის მზეს, თუ როგორც არის, ხო? ასე რომ რადგან ეს ყველაფერი 1 წლის წინ იყო და რადგან ეს ყველაფერი ამ ბოლო ზარის საროჭკებს უკავშირდებოდა, მინდა რომ გაგიზიაროთ კიდევ და კიდევ. უფრო იმ ახლებს, ვინც შარშანდელიდან მოხვედით და ჩემს არხზე და ესა. არა გაქვთ ეგ რაღაცები ნანახი. დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ დილას მე ისე ვუყურე, რომ გეგონება, რომ იმ დათვში მე კი არ ვიჯექი. ძალიან მაგარი იყო, აი ყველაზე მაგარი იყო ის, რომ აი ვისაც გინდა ჩაეხუტები, ვისაც გინდა რაღაცა რომ მოდიან გეხუტე, იმდენი სურათი გადავიღე იმ დღის, იმდენი სურათი გადავიღე იმ დღის, რომ აი ყველაზე მაგარი იყო კიდე მეორე დღე, რომ სალომე მასწებელს მივწერო, სალომე მასწებელს მეთქი, ამ დათვით რომ წამოვიდე მეთქი ფესტივალზე, რამე პრობლემა ხო არ იქნება. არა, რა სამოფო რა პრობლემაო და მოკლედ დათვი წავიდა ფესტივალზე. ხო და ესა იქიდან რომ ბრუნდებოდით, სადაც ფესტივალი ტარდებოდა, ცოტა კარგა მოშორებით იყო ის დიდი ავტობუსი დაყენებული ჩვენი და ფეხის კაი ხანი უნდა გვევლო მანძილი რა და მე დათვით ვიყავი წასული, ანუ გამომეცვალა იქ და რაღაცა ეგ თემა არ იყო და მაგ დღისით მოიგო ფეხბურთი გალათასარაი. არ ვიცი რა ჩემპიონატი იყო, არა იყო, მაგრამ მოიგო და აი ჩვენები რო გადიან ხოლმე, ხო იცი მანქანებით გარეთ და რაღაცა, აი მაგ სიტუაციაში იყვნენ სულ ყველანი გარეთ და წარმოიდგინე ეს გარეთ ამდენი ხალხი, ამდენი მანქანები გადაკეტილი ქუჩა და ქუჩაში მიდის დათვი. მანქანიდან ხელების ქნება მივიდოდი ესე, ხო იცი ხელს რომ მიატყედი, ვაიმე რა ჩვენ მაშინ გზაში ვიცინეთ კიდე. ძალიან მაგარი იყო. ერთი გაჩერდა ბაიკერი და მთხოვდა ეს ქუდი მომეწიო და ეს დათვი თავი ზედ იყო მიკერებული. მე უდღარ რა უდაბუგწე, ვერ ახარ, კარგად მთელი 2 კვირა ვკერავდი. აი ძალიან მაგარი დრო გავატარე. და აი ის ოცნება ვიხდინე, რაც უნდა წლებია მქონდა, რომ ეს მასკოტი მქონოდა და ყველაზე მაგარი არის კიდე, რომ როგორც კი სალომე მასწებელმა დაანონსა, რომ თურქეთში უარ წავიდეთო და წავიდეთო, აი ქედან შემიჩნდა ის, ხო იცი რომ გაწუხებს, რომ ანუ მოდი რა, აი ამაზე კაი შანსი არ არის, რომ ეგ გამოიყენო და მოდი რა, აბა მანანა წადი, მიდი გააკეთე და წაიღე. მაგარი იყო. და ისუ ამბობ რა, აი რაღაცის გაკეთება ხო გინდა ადამიანს, აი რაღაცა რომ გულდასულით გინდა, მაგრამ რაღაცა გბოჭავს და შენ თავს ეუბნები რომ აუ არა, აი ხალხი რა სიტყვის ან ნუ რა თქმა უნდა ისეთი რაღაცა არა მართლა ხალხი რო გადაირიოს კაცო. აი შენი ჭია რო გაახარო და სხვა რო გაახარო და შენი ოცნება რო აიხდინო რა, არა ოცნებაც ეგ იყო, მაგრამ მაინც არ დაიხიოთ ხალხო უკან. ხალხი რა სიტყვის არა ის. თავარია შენ რა გინდა რა ეგეთ სიტუაციაში თორე. ეს რა არის ყავს ჭამკი არსო. ვერ ხო ჩაყარე. ორი ჩავყარა ჩულები. კაფიანია და მაგიტო. მაშინ ცირა უნდა ქნახონ, რომ ამოდუღდება და თუ კაფიანი არ გიყვარს. კარგად მოურიე და კიდე ამოადუღო. ძალიან ბევრი აქვს. ძალიან ისა, კარგად უნდა მოურიო ხოლმე და კიდე ამოადუღო ერთი, რომ დაბლა ჩაიტანოს. ხო და ხალხნო, აი ეგ დათუნია. ნახე დილას. 30 წუთია ესე გაშტერებული ვუყურებდი, გეგონება მართლა იქ არ ვიყავი მე. ხო და ეხა ბევრ არაფერს არ მოგიყვებით, ვისაც ეგ არ გაქვთ ნანახი და საღამოსკე სადღაც 8 საათისთვის დავდებ მაგ ვიდეოს. დიდი სიამოვნებით ნახავ მე კიდე. ყველაზე კაი რეაქცია ჰქონდა კიდე ლევანი მასწავლებელს, რომ აი საიდან გამოიტანეო. არა, როგორ ეწერა, როგორ თქვა, ეს საიდან გააცრე. აი, იმდენი ვიცინე და იმ ღამეს რომ დავწექი. მივხვდი რომ პირი მტკიოდა, სიცილისაგან არა. ანუ აი ყბა მტკიოდა, არ ვიცი რატომ მტკიოდა და მე მივხვდი რატომაც. არ ვიცი რამდენი სურათი გადაიღეს ჩემთან ერთად.
აი რავი, n რაოდენობის და მე ხო ეს დათვის ფორმა მეცვა რა და შიგნით საერთოდ არა ჩანდა მე შიგნით ტიროდი თუ ვიცინოდი, მაგრამ სურათის გადასაღებად რა დგებოდი? ხო და აღმოჩნდა მთელი საღამო ესე ვიყავი რა და აი ყბები მткиოდა. იმ დონეზე მткиოდა რომ რა იყოს. და ყველაზე კაი იყო კიდე არ ვიცი მსახიობს რა ქვია საწუხაროდ, მაგრამ ვინც მიხოდა მაროს უყურებდით ან უყურებთ რაღაცა, იმაში იყო ისა მოგელი არის. ხო და როგორც აღმოჩნდა, ჩვენ სასტუმროში იყო ისიც. და ყავდა ანსამბლი, ცეკვის ანსამბლი რა, მეც პირველად გავიგე მაშინ. ხო და იქ რომ ნახე ნინოს ძალიან უყვარს ეს მსახიობი და დათვის ფორმით მივედი და შეიძლება მეთქი თქვენთან სურათი გადავიღო და კი აბა რაო. ხო და სურათი გადავიღე და დავდე Facebook-ზე და ნინომ წერს. იმ საღამოს დედავა ეს კაცი მოგელის როგორ აგაო რა საკავშირო მე უთხარი. ეგ არის. ხო და მეორე დღისით საჭმელის დროა და ჩვენ სართულზე იყო ეს მოგელი. შევედი ლიფტში, ანუ ერთად შევედით რა ლიფტში, რომ სამზარეულოში უნდა ჩავიდეთ. ეხლა ვფიქრობ, ნუ გამარჯობა უთხარი, რა თქმა უნდა, ქართველია რაღაცა, სურვა იქ იყო, ქართველი იყო შენიანია იქ და ეხლა ვფიქრობ, აი ეხლა ერთ სურათსაც გადავიღებდი, მაგრამ ეხლა ამ კაცს როგორ უთხრა რომ ანუ გუშინ კი გადავიღე შენთან სურათი, გუშინ ვიყავი დათვი. და ეხლა რომ გადავიღო შეიძლება და ამას ყველაფერს ხო ვფიქრობ და თან წარმოვიდგენ ამ კაცის რეაქციას და მეცინება ძლებს ჩავედი, ვერაფერ ვერ უთხარი. მეთქი ერთ დროზე გაიღოს კარები რომ ჩავიდეს და გავიდეს. რო ეტყვიებ კაცს რომ ანუ გუშინ გადავიღე შენთან სურათი, მაგრამ მაშინ დათვი ვიყავი. აი კარგად ვიხალისე რა. კაი ტკბილი მოგონება შევიქმენი. გავერთეთ არა მარტო მე, შვენივრად სულ ყველანი. ასე რომ კიდე გეტყვით რა. ხალხი არა ის რა სიტყვის. თავარია აი თქვენთვის ძვირფასი დრო გამოიყენოთ თქვენთვის და იქ გარშემო მყოფი საყვარელი ადამიანებისთვის. დანარჩენი ერთი ხალხი რა სიტყვის მეზობლის ლამზირა, ლუიზა და ჟუჟუნა. ერთი თქვენა რა. ამასობაში კი გავედი ბოლოში და წერაღა დამჭა. იმ კაც რა მამა ჩემი ვითაა ქულუაშენი. ხო და ეხლა დიდ დღანს აღარ მოგაწყენთ. ამას ჩაგიგდებთ მე, რომ დავამთავრებ. Facebook-ზე ნახავთ ალბათ. ვისაც ვყევარ Facebook-ზე და ან მე მომდენო ვიდეოში განახეთ ან მოკლედ ნახავთ რა. ან რაღაცა ვგაგანებ, ეხა განახებთ. ერთი წამი ეს კონტურიც გავუკეთო და დაგემშვიდობებით, თან დავდგე. წიწილებს ვაჭამო დაბლა. ეხლა რომ ამას მივყვი, კიდე დიდი ხანი მოუნდები და განახებთ, მოდით აქ, ანუ ეს აი ეს არის დაწერა დამრჩა აქ მაისურებზე და ოდნავ სახე უნდა დავამუშაო, სითეთრები უნდა დავამატო, რომ ამონათდეს სახე. ყველაფერი ადგილზე აქვს. აბა დროებით მაგრად იყავით ყველანი.